საქართველოს ქუთაისამდე დიდი გზა არ არის, მაგრამ ძალიან ცხელა და ყოველთვის გინდება რაღაც სითხე განსაკუთრებით ცივი. გადასარევი ადგილი ამისთვის ზესტაფონის ჩამოთ რა ძალიან ბევრი ლავაცას ისეთი ისინია ჯიხურები ხო თუ რა ქვია. როგორც სურამში არის ნაზუქების ისე არის აქ არის ლავაცებს აქანავებენ და ცივი ყავა შესანიშნავი გადავიდეთ როგორც არ გაქვს ყოლდეს არა. რა შეგიძლია აქედან გავაყოლო ხელს ზესტაფონი და ფეროშენადმის არავინ არ გაგატანს ამიტომ გავაყოლოთ ყავა. დამარჩა. ცივი ყავა გვინდა 2 ხო? ხო 2. რაც შეიძლება ცივი. ვიკეთებენ. დიდი მადლობა. ყავაზე ზესტაფონი და აუ ზაბაგარია. ძალიან დიდი მადლობა. დახმარებისთვის. კარგად, სავე. უკანა გზაზე შემოგივლით. ნელა, არ გავჭყოლით, გიჟები დადიან. აუ რა კაი. ჩამოვედით უკვე სათაფლიაში, ეს გახლავთ საქართველოს ყველაზე პატარა ნაკრძალი. შესაბამისად, აქაურობის დათვალიერებას არ სჭირდება ერთ დღეზე მეტი, ერთი დღეც არ უნდა ნახევარ დღეში შესანიშნავად ნახავთ ყველაფერს, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე წყნარი, ყველაზე ლამაზი ადგილი. აქ არის სასტუმროც, რომელიც ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს, აქ დარჩენა ცოტა ხანში იქნება შესაძლებელი და რადგანაც ეს არის ერთდღიანი ტურიზმისთვის განკუთვნილი ჯერჯერობით ეს ადგილი. ამიტომ არ შეიძლება კარვით დარჩენაც. მაგრამ ერთი დღეს შესანიშნავია, მოდით ახლა რეინჯერებთან წავიდეთ, უბრალოდ დავათვალიეროთ ყველაფერი, სად რა ხდება ვნახოთ. ხო, წავიდით მე გია და რა თქმა უნდა, ჩვენი გადამღები ჯგუფი. ჯახტი. სათაფლიეს ნაკრძალი ქუთაისიდან 6 კილომეტრშია. ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა დაცული ტერიტორიაა. მის მთლიანად შემოვლას დიდი დრო არ სჭირდება. ტურისტული ბილიკის სიგრძე სულ რაღაც 2 კილომეტრ ნახევარია. მაგრამ ამ ეროვნული პარკის სიმცირე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აქ საინტერესოს და ლამაზს ვერ ნახავთ. პირიქით, ნაკრძალი თითქმის მთლიანად უძველესი კოლხური ტყითაა დაფარული. ჰაერი საოცრად სუფთაა და რაც მთავარია, აქ აღმოჩენილია უამრავი სხვადასხვა ზომის დინოზავრის ნაკვალევი. ჩვენ მთავარი შესასვლელისკენ დავიწერით. ჩავედით, დავუწყოთ დათვალიერება. სათაფლიეს დასათვალიერებლად ყოველდღე უამრავი ტურისტი და ადგილობრივი ამოდის. შესასვლელთან თითქმის სულ რიგებია, მაგრამ ამჯერად რამდენიმე წუთით აქ დინოზავრზე უფრო პოპულარული გია გახდა. აი როცა ამ ადამიანებს შეწყვიან რომ რა ნახეთ სათაფლიეს ნაკრძალში დინოზავრის ნაკვალევი და გიაცი ყუდრო იყვე. სანამ დინოზავრების ნაკვალევის სანახავად შეხვალთ, ძირსაც დაიხედეთ. აქ ბორდიურზე ცოცხალი არსებების მთელი მილიონწლიანი ევოლუციის პერიოდია ამოტვიფრული. ბოლოს შენ თუ დამთავრდებოდეს, ხალხო დაგესია უკვე. დინოზავრები და მხეცის 2001 წელი უყუდრო რაღაცა დგას. რატო უყუდრო გიაცინაზე? აი, შენზეა პირველი შიშველთესლიანი მცენარე ხო შენ ხარ? საინტერესო, აქ არის ერთი ის ვნახე წეღან ალოზავრი, აი ალოზავრი. ეტყობა მობილური ტელეფონები ქონდათ მაშინ ამ ზავრებს. და დაარქვეს ალოზავრი. დინოზავრის ნაკვალევი აზრ. ევოლუცია შევისწავლეთ, ახლა უკვე დინოზავრების ნაკვალევის სანახავადაც წავედით. სათაფლიის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, მაგრამ მილიონობით წლის წინანდელი ნაშთების გადახურვაზე აქამდე არავის უზრუნია. შარშანაგებულ ამ შენობაში ყველაფერია იმისთვის, რომ დამთვალიერებელიც კომფორტულად იყოს და დინოზავრის ნაკვალევიც არ დაზიანდეს. სათაფლიეს დინოზავრთა ნაკვალევი ერთ-ერთი უნიკალური ადგილია მსოფლიოში, ვინაიდან აქ დაცული არის როგორც ბალახის ჭამელი, ასევე ხორცის ჭამელი დინოზავრთა ნაკვალევი. სულ კი აღწერილია 7 სახეობის 25 ინდივიდის 300-მდე ნაფეხური. აი თქვენ მარცხენა მხარეს შეიძლება დააგვიდეთ. ეფექტურია, ეს არ მახსოვს ესეთი. თან კაი გაკეთებულია ძალიან. ანუ აქ არის სხვადასხვა ზომის ნაფეხურებია თან, ხო? კი, სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ინდივიდების. რეინჯერებს არაერთხელ მოუწიათ ადგილობრივების დარწმუნება იმაში, რომ დინოზავრის ნაკვალევიდან ღვინის დალევა არ შეიძლება. დღეს აქ ასეთი რამ აღარ ხდება. განათება შენობაში სპეციალურად ისეა დაყენებული, რომ დინოზავრის მოძრაობის მიმართულებასაც მიხვდეთ. ის დაჭერა შემთხვევაში თქვენ ნახავთ ნაკვალევს. აი. მაგრამ განეცდა. ანუ
სადაც მიდიოდა. ნაბიჯის გვაჩვენებს. მაგარია. ჩვენს გემოვიდა ეს. სადღაც ახალგაზრდა სტაბილურია. და მაგარი გაკეთებულია ძალიან. შენობიდან გამოვედით და სათაფლიეს მღვიმეებისკენ გავემართეთ. ტურისტების და დამთვალიერებლების სიმცირე საქაურობა ნამდვილად არ უჩივის. ალაგ-ალაგ ტყეში დადგმულ დინოზავრის დიდ ფიგურებსაც გადააწყდებით. ნაგავი არ უნდა დავყაროთ და არასოდეს მღვიმეებისკენ კლდოვან გზას მივყევართ. 210 მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად შემოღობილია, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მიზნით. მღვიმეებში ბევრ ხალხს ერთად არ უშვებენ. აქ არ შეიძლება ხმაური. დამთვალიერებლები ჯგუფებად 10 წუთიანი ინტერვალით შედიან მღვიმეში. სტალაგმიტებიც და სტალაქტიტებიც სიგნალში საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. რაც ერთი შეხედვით ხელით გეგონება ყველაფერი გაკეთებულია, მაგალითად ეს ყველაზე დიდი სტალაგმიტი რაც არის 80-იან წლებში თავისი ფორმის გამო თან ცოტა გადმოხრილია, იტალიელი ტურისტები ყოფილან აქ და დაარქვეს პიზა, ანუ მოაგონათ პიზის კოშკი და ახლა ეძახიან პიზის კოშკს, სტალაგმიტს. იმისთვის რომ 1 სანტიმეტრი მოიმატოს, სიგრძეში ჭირდება დაახლოებით საშუალოდ რომ აიღოთ 1000 წელი, ახლა წარმოიდგინეთ ეს რამდენი ხნისაა. და რომ მოტეხო არ შეიძლება, ხო უთხარი მაყურებელს, ხო არ შეიძლება. ერთი რომ მიედო ეგ არ შეიძლება. მოტეხო არ შეიძლება. წარმოიდგინეთ რამდენი სანტიმეტრსაც მოტეხავთ იმდენი 1000 წელი. სადღაც წავა. სათაფლიეს მღვიმის დათვალიერებას დიდი დრო არ მიაქვს. თავარი პრომეთეს მღვიმეს დათვალიერება მეორე დღისთვის გადავდეთ. მანამდე აქაც ბევრი რამე იყო სანახავი. გრილი მღვიმე და მზეში გამოვედით. გამოსასვლელიდან დაახლოებით 150 მეტრში პატარა ამფითეატრია მოწყობილი. ეს საგანმანათლებლო მოედანი, ის არის გვაჩვენებს იქით ამ მხარეს პატარა ამფითეატრია თავისი სცენით, სადაც თავისუფლად შეუძლიათ ნაკრძალის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შემდეგ მასწავლებლებმა მოიყვანონ მოსწავლეები დასვან და ჩაუტარონ გაკვეთილები მაშინ როდესაც ქალაქში ძალიან ცხელა და უბრალოდ მოუყვენ აქაურობაზე, მოუყვენ აქაურობის ისტორიაზე. შესანიშნავი ლამაზი ადგილია. და კიდევ აქვე არის ეს კაფე, რომელიც გაიხსნება მაშინ, როდესაც ამოქმედდება სასტუმროც. შემდეგ აქ გადავლენ, დასხდებიან აივანზე, მიირთმევენ, რასაც უნდათ იმას. მოკლედ აქ ცოტა ხანში მაქსიმუმ დარჩა 1 წელი იმისთვის, რომ ეს ადგილი ბოლომდე შევიდეს, ასე ვთქვათ, ექსპლუატაციაში და ბოლომდე კომფორტი შეუქმნან აქ მოსულ ტურისტებს. წავიდით, გავაგრძელოთ გზა, წავედით. მალე აქვე ბავშვებისთვის საკმაოდ კარგი რამე გაკეთდება. სურველებს შეიძლებათ ამ ყალიბებში თაბაშირი ჩაასხნათ. დინოზავრის ნაკვალევი გამოძერწონ და სახლში სუვენირად წაიღონ. ყველანი სათაფლიეს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილისკენ დავიძარით. უზარმაზარი შუშის აივანი შარშან გაკეთდა. როგორც გითხრეს, აქედან თითქმის მთელი იმერეთი ჩანს. ხამოვიდით ჩვენ განმოსახეთთან, ეს არის შუშის მთლიანად. გქონდეთ ყველაფერი ჩანს და იმის გამო რომ შუშაა და მაინც დავიცვათ სისუფთავე, ვარდა ვინცუროთ. ამოვიცვათ ეს ბახილები და გავიდეთ ამ ულამაზეს გადასახადზე. ჩუსტები, კარგია, მივიცო ფეხსაცმელზე ჩუსტებს. აი აქედან ჩანს მთელი იმერეთი. აუ რა მოიცა ძალიან. ესე წადე. იმის პონჩი. აქ უნდა იყოს კიდევ ერთი ექსკურსია ქვედახედი რა. და აქ უნდა შემოუშვა ხოლმე ქალბატონები და ქვევით უკრაინელი ტურისტი. აქ ბევრი ქალები და ქვევით კაცების გადასახედი უნდა იყოს, ასახედი. უბრალოდ ესე იდგენ და უყურონ. აქედან ჩანს ყველაფერი. ნელ-ნელა მოსაღამოვდა. ჩვენ სასტუმროსკენ წავედით. იმის მიუხედავად, რომ სასტუმრო ჯერჯერობით გახსნილი არ არის, რეინჯერებმა დასარჩენად ნომრების სიამოვნებით გამოგვიყვეს. ნაკრძალი დათვალიერებლებისგან ნელ-ნელა დაცერიალდა. უკვე სიწყნარში ლუდის დალევაც შეიძლებოდა. ყველაზე კაი ადგილი სანამ ეს სასტუმრო გაიხსნება ლუდის დასალევად არის სახურავი, იმიტომ რომ კარგია, როდესაც ზევიდან უყურებ ბუნებას და ნაკრძალს. ჩვენ დღეს იქით ვიყავ, იქ არის ხო ის ხომ?
იქაც ვიყავით. იქაც ვიყავით და იქ ყველგან ვიყავით. იმიტომ რომ ეს ყველაზე პატარა ნაკრძალი, ანუ ძალიან მინიმალურ დროში ასწრებ მაქსიმალური ადგილის ნახვას შესაბამის დასვენებას და ეხლა ამოძვირით სახურავზე, იმიტომ რომ უბრალოდ აქ კარგია. სიწყნარეა. ჩიტები ჭიკჭიკებენ, ბაღები ეყიებენ, ლუდიც ისმევა. გაუმარჯოს საქართველოს. ვაშა. რეკლამის შემდეგ ნახავთ. პრომეთეს მღვიმეს 5 ულამაზესი დარბაზი. ფიგურები სტალაქტიტებისგან და სტალაგმიტებისგან. მღვიმეში ნავით შესვლა. როგორც ათაფლიდან წამოვედით 18 კილომეტრში ზუსტად არის პრომეთეს მღვიმე, ვიზიტორთა ცენტრი, ახლა ჩვენ შევალთ აქ და მე გამოვიდეთ სადღაც იქითკენ. მარშრუტი საკმაოდ საინტერესოა, ლამაზიც და ასთავერე გრილი. და როგორც გვპირდებიან, ჯერ იქ ხო ძალიან მოგვეწონა და ეხლა ამობინე აქ კიდე უფრო მაგარია და ანუ ხო ხდები რა საინტერესო რაღაც გველის წინ. დავით. როგორია? წყალტუბო-ცაგერის გზაზე სოფელ ყუმისთავში 1983 წელს აღმოჩენილ მღვიმეს თავდაპირველად წყალტუბო დაარქვეს. დღეს ამ ადგილს ყველა პრომეთეს მღვიმეს სახელით იცნობს. შესასვლელში ყოველთვის ხალხი ირევა. მღვიმის დათვალიერების მსურველები ბევრნი არიან. ჩვენ ჯერ ადმინისტრაციულ შენობაში შევედით, სადაც ჯგუფის შეკრებას უნდა დავлоდებოდით. მოიკრიბება რაღაც ერთი ჯგუფის შევა, მე მეორე. აჰა. აულოდოთ დაკომპლექტებას. ანუ ჩვენ ახლა ორ ვართ, კიდევ გინდა 28-ს. ჩვენ ჯგუფის შეკრებას აღარ დაველოდეთ. ჩვენთვის პატარა გამონაკლისი გააკეთეს და გიდებთან ერთად მღვიმეებისკენ დავაშვით. კაი, როცა აქ მხოლოდ, რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ გიდის მოსახურებაც. ასთავარი აქ შემოსვლა არის აბსოლუტურად უფასო. კაპიკი არ დაგიზდებათ. ჩამხოლოდ გიდი აგესნით ყველაფერს, მოგიყვებათ ბევრ საინტერესო რაღაცას და შესაბამისად განათლებით. წავედით თქვით. ეს ამხელა მარშრუტის სიგრძე. ეს არის კილომეტრი და 400 ბილიკის სიგრძე. შემდეგ არის ხელოვნურად გაჭრილი გვირაბი და უკვე რაც უნდა ამოვიაროთ კიდე ფეხით, ეს არის 750 მეტრი. გიდი პატარა შესავალს მღვიმის შესასვლელთან მოაკეთებს, რის შემდეგაც უკვე შიგნით შევდივართ. პირველი რაც აქ საოცრად იგრძნობა ტემპერატურის ცვლა არის. გარეთ საკმაოდ ცხოველ და მღვიმეში კი ზამთარ ზაფხულ 14-15 გრადუსია. სტალაგმიტები, სტალაქტიტები, წყლის წვეთების ხმა რაღაც მისტიურ გარემოს ქმნიდა. ბუნებრივი მინერალების წარმონაქმნები ხშირად სხვადასხვა ფიგურებს მოგაგონებთ. პრომეთეს მღვიმეში ასეთებიც ბევრია. აი, აქ არის მოხუცი ადამიანის გამოსახულება ზემოთ ნახე ძალიან კარგად. რომელსაც უწოდებენ მლოცველ ბერს. თითქოს მოხუცი ადამიანი დაჩოქილი. ანდრეს არ ბუნებრივია, ხო? არ პრიგაკეთებ. მღვიმეში არის პატარა ღრმულიც, რომელსაც გულის ფორმის გამო სიყვარულის გამოქვაბული დაარქვეს. შიგნით წითელი განათებაა დამონტაჟებული. ასევე დიდი ფრინველის ფიგურაც. მღვიმეში უამრავი პატარა ტბაა. ხანდახან ამ ტბებშიც უნდა ჩაიხედოთ. წყალის და ჩადის მღვიმეში მაგას ვიტახით სიფონებს და წყალდიდობის დროს არის შემთხვევა ეს ბილიკები ციფარება და სიფონების მეშვეობით ეს იტვება შემდეგ ეს წყალი. აქამდე ამოდის წყალი. იყო გვიმე, რომელსაც ორ პირის ვეძახით, უერთდება ეს ოფიჭას მღვიმეს, რაც არის წყალი, სულ მივაც და გადადგილება შეიძლება მხოლოდ ნავებით. იქიდან ადიდება წყალი, მთიდან ჩამოდის ეს წყალი, შემოდის აქ და დიდდება. და ამოდის ხოლმე აქ. სპეციალური ხელსაწყოები გვაქვს სენსორებიანი, ზევით ადმინისტრაციაში ხვდებით, როგორი მდგომარეობა არის მღვიმეში. ას ფილმისთვის გაკეთებულ პავილიონს გავს, ხელოვნურს გავს რა, ამ ყველაფერი ბუნებრივია. ზუსტად მაგაშია მთელი საოცრება და სილამაზეა. მღვიმის. სხვათა შორის ამ მღვიმეებში ჩამოსვლა და სეირნობა იდეალურია მათთვის, ვისაც ფილტვების პრობლემები ან ასთმა აწუხებს. როგორც გითხრეს, აქ განსაკუთრებული ჰაერია.
მღვიმეში ბნელა, ამიტომ აქ განათებაზეც იზრუნეს. სხვადასხვა ფერის ნატურები აქაურობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მალე უკეთესი კომფორტის შესაქმნელად პრომეთეს მღვიმესთვის მუსიკაც დაიწერება, რომელიც მთელი ექსკურსიის განმავლობაში იქნება ჩართული. მანამდე კი ისიამოვნეთ ტიტანიკის საუნდტრეკით. ჩვენ ვერ ვისიამოვნეთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც წინ მღვიმეში ნავით გასეირნება ქონდა დაგეგმილი. თორემ ჯერჯერობით ეს მღვიმე არის ტესტის რეჟიმში. ყველაფერი არ არის ბოლომდე გამოკვლეული, ბოლომდე ყველა სერვისი ჯერ არ მოქმედებს და აი ამ სიმღერამ მაპატიეთ და საუბრობ. წავედით. და ეს ერთი ისა მე მგონი მეტაყვები რომ ჯობია კლასიკური მუსიკა ისმოდეს ვიდრე სელინდიონის კნაველი. პატარა შენიშნა დირსურგულების გამო ბილიკები მღვიმეში სპეციალურად ისეა გაყვანილი, რომ სტალაგმიტები და სტალაქტიტები არ დაზიანდეს. ხელით შეხება აქ არაფერზე არ შეიძლება, თუმცა ერთი-ორჯერ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც სუვენირის წაღება მოუვდათ. აი ეს არის ძალიან ამის სტალაქტიტი. კი, რაღაც კრისტალებია. კი, აი კალციტის შემოწმება და წერთან შედგება არის ასეთი მძინავი. აქედან მოტეხა? ნაჭისხას. აი აქ არის ეს ადგილი, სადაც მოტეხეს სტალაქტიტი. არა, ხო. თან არის მოტეხი და გიგონება საერთოდ. და იმ ადამიანის ნაფეხურები თუ დარჩა აქ დავტოვოთ ეს როგორც სამუზეუმო ექსპონატი, როგორ არ უნდა მოიქცეს ადამიანი, როგორ არ უნდა ქონდეს დინოზავრის ტვინი. ნელ-ნელა მღვიმის გამოსასვლელისკენ დავიწერით. ანუ ეს გაიჭრა სპეციალურად იმისთვის, რომ მორჩა დათვალიერება და უკანა გზა რო არ გაიარო, ეგრევე გავდნენ გარეთ. იმისათვის, რომ მღვიმე ყოფილი ყოველდღიური გამჭოლი და ვიზიტორი, რომელიც შემოვა მღვიმეში, დატოვა ტერიტორია გასასვლელად. ხოჩუ გავდივართ გარეთ და მე სხვა იმედენ უნდა ჩავიდეთ ტბასთან. დღევანდელი ვოიაჟის დასრულება მღვიმეში ნავით შესვლით გადაწყვეტეთ. მაიცა ჯერ მეორე მოუხვიო ერთხელ? მაიცა გავასწოროთ. მიდი. ბოუს, ბაქება, ბიჭო. ავიდა ეგარი. აქ თავები არ უბრალოდ რაღაცა. მე თუ ძალიან ბევრი შენსკენ წამოვიყოს. აბა. აუ თავარს ვერქედა ჩვენ მეთან ესე ნახე რა მოგარია. აუ ზამაგა ეს აფხუს არის იდეალური დასასვენებელი. იქაც გრილა, აქაც გრილა. ყველგან გრილა, ყველგან კაია. გადასახია შესანიშნავი თავი არ გადავარდა, იმიტომ რომ ხმა არის. მალე აქ ნავით გამოსვლა პირდაპირ პრომეთეს მღვიმედან გახდება შესაძლებელი. ეს მიწისქვეშა მდინარე პირდაპირ უერთდება მღვიმეს მესამე დარბაზს. შესაბამისად, აქ დამონტაჟდება განათებაც. აი, აქ არის ქვიშა. ნახე რა მაგარია. ეს არის სუ ქვიშა. წავედით? წავედით. მოусუნახეთ. პირადად მე უკვე ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მართლა მოუწოდებთ ყველას, რომ ნახონ სათაფლიაც და ეს პრომეთეს მღვიმეს და ეს არის აბსოლუტურად ისეთი შტაბეჭდილება, რომლის წარმოდგენაც ზეპირად შეუძლებელია რა და დიდი მადლობა გიორგი მას რომ ესეთ ექსკურსიაზე წამომიყვანეთ. მართლა ზამთრის დაცული ტერიტორიების სააგენტოს საავეს ტაშის დაკვრა და ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა არაფერში ფული არ ჩაუვდიათ. რამდენიმე წუთიანი ტივტივის შემდეგ ისევ ნაპირისკენ გავცურეთ. მოგეს სულაც ერთი დღე დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ჩავხვდეთ იმერეთში დაათვალიეროთ. სათაფლია დაათვალიეროთ პრომეთეს მღვიმე და რასაც ქვია დაისვენოთ გემრიელად და შემდეგ დავბრუნდეთ სახლში. გადასარევი ადგილია, ულამაზესი ადგილია. წავედით, დიდი შემეცნებით დაგვითვალ ამ დასვენებას. მაგარი. ეგეც ჩავაგეთ. ნაპირთანაც მოვედით. მოგზაურობა იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე მღვიმესთან დავასრულეთ. ტაში. მოლეთ ეს ორი დღე ჩვენ გავატარეთ სათაფლიის ნაკრძალში და პრომეთეს მღვიმეში. შესანიშნავი ადგილი. ჩემი მეგზური იყო, მსახიობი და ჩემი კარგი მეგობარი გია წინაძე. ძალიან დიდი მადლობა გიას, ძალიან დიდი მადლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს. მე მინდა მადლობა გითხრა შენს და დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვნახეთ არის გაკეთებული ძალიან ცივილურად და დამსვენებელს ყველანაირი საშუალება აქვს იმისი, რომ მიიღოს ძალიან დიდი სიამოვნება, დიდი მადლობა ყველას. ჩვენ შევხვდებით ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ჩემთან ერთად გია არ იქნება, იქნება სხვა და შევხვდებით სხვა დაცული ტერიტორიიდან. ნახვამდის. კაცა. ეგ არის. აუ ბიჭო რაც. მაგრეთ.
მოხვდი? დავეთით. დაში? კორპორატები აღარ არის, დაუბერდით.